მოგესალმებით მეგობრებო. მე ჩემი პეიჯიდან გავდივარ კლავ ლაივში, ლეონი შტეინძის. საზოგადოების სტუდიის პეიჯიდან ჯერჯერობით ლაივზე ვერ გავდივართ, იმიტომ რომ რაღაცა დრო ჭირდება რამოდენიმე ხანი უნდა გავიდეს, რომ პეიჯზე გავიდეთ ლაივში. ამასთანავე აქვე შეგახსენებთ, რომ გვერდს ჭირდება თქვენი მხარდაჭერა. გამოიწერეთ არხი, როგორც YouTube-ზე, ისე Facebook-ზე. თუმცა ამ ლაივში მინდოდა მესაუბრა თვითმმართველობის არჩევნებზე. იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრით როგორი უნდა იყოს აქ ჩემი პირადი პოზიცია, როგორი არის და როგორ შეიძლება იყოს ზოგადად ჩვენი, ანუ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული მოქალაქეების პოზიცია. პრინციპში თავიდან უნდა თქვა და ვაღიარო, რომ ერთგვაროვანი პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. მაგალითად, გუშინ ვფიქრობდი, რომ თუ რაღაცა მოხერხდებოდა შესაბამისი მომზადება, თუ რაღაცა გარკვეული პირობები რაღაცა დაკმაყოფილდებოდა, შესაძლებელია, რომ აზრი კონდეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა ამ გადმოსახედიდან ცოტა რაღაცა მე ვიმჯელეთ, რაღაცა ვილაპარაკეთ ადამიანებთან ერთად, ვინც რაღაც ერთად რაღაცებს მუშაობს და პრინციპში ცოტა შეიძლება ითქვას, რომ შემეცვალა აზრი და მინდა რომ ერთად ვიმჯელოთ ამასთან დაკავშირებით და მინდა რომ თქვენთან ერთად რაღაცა მივიდე იმ აზრამდე, რატო აემწუთას ვთვლი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას დღეს აზრი ამ გადმოსახედიდან აზრი არ აქვს. აქვე უნდა გავაკეთოთ ის დათქმა, რომ მე აქ არ გულისხმობ, საერთოდ არ ვეხები იმ პარტიებს, რომლებიც არსებობენ, იმ რაღაცა 4 ძირითად პარტიას თუ რა არა ძირითადს და საერთოდ იმ პარტიებს, რომელიც უკვე არსებობს, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ როგორც არაერთი ხელმითქვამს, ეს პარტიები არის არა პრობლემის რაღაც გასაღები, დამოგვარების გზა, არამედ რაღაცა პრობლემის ნაწილი. შესაბამისად, როდესაც საუბრობ ახალ არჩევნებში და მაშინ მონაწილეობა არ მონაწილეობა, ჩემს საერთოდ სულ ერთია ეს 4 პარტია, რას იზამს და რას არ იზამს და არა მარტო ეს 4 ის პარტიები, რომელიც უკვე არსებობენ დღევანდელ პოლიტიკურ ველზე. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, იმ რაღაცა პოლიტიკურ აქტორებზე, რომლებიც რაღაცა ეხლა გამოჩნდნენ, ეხლა ჩდებიან, რაღაცა რამოდენიმე ჯგუფი გამოჩნდა, ხო, იქ რაღაცა სართული არის, რომელმაც უკვე გამოაცხადეს, რომ გეგმავენ რაღაცა პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნან, იქ რაღაცა დაიტოვეს თუ ისაუბრეს ადამიანები, მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა ასევე ჩამოყალიბდებიან უკვე რაღაც პოლიტიკურ ორგანიზაციად იქ ცოტნე და ჩელი წამოვიდნენ, რომელიც ასევე რაღაცა ცალკე რაღაცას ფიქრობენ და რომელსაც ასევე ვისაუბრები და კიდე რაღაც სხვადასხვა ჯგუფები და რაღაცა აქტორები შეიქმნა, რაც ძალიან კარგია, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაცა და მიხვდნენ და გავიაზრეთ ალბათ საზოგადოებამ, რომ ის პოლიტიკური ელიტა, რაც უკვე ქვეყანაში არსებობს წლების განმავლობაში და არ შესულა და ვერანაირი შედეგი ვერ დადეს, ეს ჩვენი გამოსავლის გზა აღარ არის და რაღაცა ახალი უნდა მოვძებნოთ. და ამ ახალ ძალებს, ასე ვთქვათ, ამ ახალ ძალებთან დაკავშირებით ფიქრობ, რომ რამდენად აქვს თუ არ აქვს აზრი მონაწილეობის მიღებას. ანუ თავდაპირველად ფიქრობდი, რომ ზოგადად ნებისმიერ ავტორიტარულ ქვეყანაში და რუსეთი ეტალონია, ხო, ამის დღესდღეობით თვითონ ხელისუფლება ცდილობს, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ გაერთიანებას, ნებისმიერ რაღაცა ანტისახელისუფლება ძალას ხელი შეუშალოს, მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ არჩევნებში. მაგალითად, რუსეთში ისე და ისე თუ აძევნებდით თვალს, ნავალნის მაგალითად სპეციალურად არ დაარეგისტრიროს და ყველაფერი გააკეთეს თავის დროზე, როდესაც იქ თვითმმართველობის არჩევნები იყო, ჯერ კიდე რაღაცა 2015 თუ 14 წელი იყო, არ მახსოვს, შეიძლება უფრო ადრეც. მაშინ ანუ ყველაფერი გააკეთეს იქ რომ არ გასულიყო და საბოლოოდ ყველაფერი ისე ჩაახშეს რომ ვერც ერთმა ძალამ ფიზიკურად მონაწილეობა ვერ მიიღოს და საპრეზიდენტო არჩევნებში სადაც ახლა ვიცით რუსეთში როგორ ტარდება, იქაც კი ერთი კანდიდატი რომელიც აი ძალიან ოპოზიციურიც არ იყო, აი ანტი ომის საწინააღმდეგო პოზიციით გამოდიოდა და ისიც კი არ დაარეგისტრირეს და არ მიაღებინეს არჩევნებში მონაწილეობა. და შესაბამისად ფიქრობდი რომ რამდენად სწორი იყო და სწორია ის რომ ჩვენი ნებით ვთქვათ უარი ამ არჩევნებში მონაწილეობაში, რომელიც რაღაც იდეაში ერთ-ერთი ფრონტია, ხო? ანუ ეს ხო არ ნიშნავს რომ რაღაც პროტესტი უნდა გაჩერდეს. ასევე არ ნიშნავს იმას რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს თუ ახალ საპარლამენტო არჩევნებს აღარ ვითხოვთ და არც იმ ლეგიტიმაციის ფაქტორს ვიზიარებ, იმიტომ რომ რა ვიცი ლეგიტიმაციას ვაძლევთ რას ნიშნავს. ხო, ჯერ ერთი რომ რა ვიცი, მაშინ ლეგიტიმაციას ვაძლევთ იმით რა ვიცი, კანონებს ვასრულებთ, იმ კანონებს, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ და ჯარიმებს უიხდი, რა ვიცი. ამითიც ლეგიტიმაციას ვაძლევთ, რა ვიცი, პოლიციას რო ვემორჩილებით, ამითიც ლეგიტიმაციას ვაძლევთ და თუ ამას ჩავეძიეთ ეს რაღაცა ჩვენ თავი არ უნდა გავჭეროთ ამაში და გასაგებია რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად, იმიტომ რომ არჩევნები გაყავდა, თუმცა ეს რაღაცა ჩვენ თავსვე ამით რაღაცა ხელი არ უნდა შევუშალოთ ამ პროცესში, ისევ და ისევ ჩემი პირადი აზრით და იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მაგალითად ლუკაშენკოს რეჟიმი წლები უკვე რაღაცა ოფიციალურად არალეგიტიმური არავინ არ აღიარებს, არავინ ხვდება და ამით ბელორუსი ხალხი უკეთესად არ გზნობს, ხო, თავზე ჩვენც რაღაც ამის ტყვე არ უნდა გავხდეთ და თვითმიზანი ეს არ უნდა გავხადოთ, რომ აი ლეგიტიმაცია არ მივცეთ, არავინ ხელი არ ჩამოართოს და თუნდაც 20 წელი ესე იყოს, ჩვენი მიზანი ეს არ არის, ხო, ჩვენი მიზანია რომ ხელისუფლება დავამარცხოთ და ეს უნდა მოვახერხოთ რაც შეიძლება სწრაფად. შესაბამისად, აქ რაღაცა ნაბიჯები და კომპრომისები რაღაც პოზიციებთან მიმართებაში ყოველთვის საჭირო იქნება. ამიტომ ანუ ის არგუმენტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით ვინმე რამის ლეგიტიმაციას აძლევს, ჩემთვის პირადად არგუმენტი არ არის, თუმცა ის ყოველს ინდივიდუალური გადასაწყვეტია. თუმცა საბოლოოდ მაინც ეს არ განსაზღვროს ჩემთვის
საბოლოო პოზიციას, ანუ მე უბრალოდ წარმოვიდგინე როგორი უნდა იყოს ეს თვითმმართველობის არჩევნები, ხო? ეხა ვიცით რომ ოპოზიციაში რა მდგომარეობაა და ოპოზიციური პარტიების უმეტესობას ნათქვამი აქვს, რომ პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ არაპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა სამწუხაროდ, რა ვიცი, გვინახავს ესეთი მათი არაერთი განცხადება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ აი ამას არ იზამენ, აი რა ყველაზე ბოლოს თუნდაც გახარიას განცხადება, რომ არ მივა იმ რაღაც კომისიას და მშვენივრად მივიდა და დაждდა იქ. ხო, და ბევრი ესეთი რამე გვახსოვს, ამიტომ რაღაც ნულია დღეს იმის ღირებულება და დღეს რას ამბობენ. და უფრო პირიქით რაღაცა საბოლოოდ თუ კიდევ ერთხელ გადათქვამენ თავიანთ სიტყვას და მე მგონი ესე მოხდება, რაც კიდევ ერთხელ მარტივად რო ვთქვათ, გაიბანძებენ ასე ვთქვათ თავს. და ანუ ამ პოზიციიდან შევა არსებული ოპოზიცია არჩევნებში, ხო, ანუ უკვე რაღაცა უკან გადადგმული ნაბიჯით. შემდეგ ანუ ერთადერთი ვინც რამე შეიძლება თქვას, რომ აქვს აზრი მონაწილეობის მიღებას, აი რომ თბილისი შეიძლება მოვიგოთ. მაგრამ რა შემთხვევაში შეიძლება მოვიგოთ თბილისი? ერთ იმ შემთხვევაში, რომ მოახერხეთ რაღაც მერობის ისეთ კანდიდატზე შეჯერება, რომელიც რაც მეტნაკლებად მისაღები იქნება ყველასთვის ერთ-ერთი, ანუ საზოგადოებისთვის და მისაღები იქნება ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. მიშასთვის უნდა იყოს მისაღები, რაღაც ხაზარაძისთვის, გვარამიასთვის, გახარიასთვის. ანუ რამდენად შესაძლებელია ესეთ ადამიანის შეჯერება, რავი, მე ძალიან ეჭვი მეპარებ. ანუ ერთი რომ ანუ ესეთ პოლიტიკოსი მე არ მეგულება დღეს, რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და აი ამაზე ვინმე შეჯერდეს და არა პოლიტიკოსი ეს იმხელა ტვირთია, იმიტომ რომ ეს ადამიანი აღმოჩნდება მაშინვე რაღაცა მთავარი სამიზნე, იმიტომ რომ ეს თუ ჩვენ რაღაც შევძლებთ რომ თბილისში გავიმარჯვოთ, ეს ადამიანი რაღაც გახდება ერთგვარი სიმბოლო წინააღმდეგობის. და ესეთი ადამიანი, ანუ პოლიტიკოსი ადამიანი ფირიკუთ არ არსებობს იმ გაგებით რომ არავინ არ დაუჭერს ხარს არავის არცერთ პოლიტიკოსს და არა პოლიტიკოსს მე ვფიქრობ რომ ფიზიკურად ვერ შეძლებს მან ეს ტვირთი ზიდოს. აგენ გამომდინარე მე არ მგონია რეალური იყოს თბილისის მოგება იქიდან გამომდინარე რომ საბოლოო მგონია რომ რამოდენიმე კანდიდატი იქნება ვერ მოხდება შეჯერება ერთიან კანდიდატზე რადგან ერთიან კანდიდატზე ვერ მოხდება შეჯერება დიდი ალბათობით ყველა მსხვილ პოლიტიკური პარტია წამოაყენებს თავის რაღაცა კანდიდატს საბოლოოდ რომელიღაცა გადავა ალბათ მეორე ტურში მგონია რომ მეორე ტური იქნება მაგრამ საბოლოოდ მივიღებთ იმას რასაც ვიღებთ ყოველთვის ნაცები versus კოცები იმიტომ რომ რა ვიცი ყველაზე დიდი შანსი ვისაც აქვს რომ ყველაზე მეტი აიღოს იქნება ან ნაცების ან ნაცები გვარამიას კოალიციის კანდიდატი ხო და ამ ბრძოლაში ყოველთვის ვაგებდით ეხაც ანუ მიუხედავად იმისა რომ თბილისში მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა ხელისუფლების საწინააღმდეგო არის განწყობილი მე მგონია რომ აი ვიღაცები უბრალოდ აღარ მივლენ არჩევნებზე და ქართული ოცნების მხარდაჭერა წერდა მეორე აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტურში ისევ მივა ხოლო აქეთ ვისაც ვიღაცებს მივეცით თქვა ოპოზიციური მხრიდან მე მგონია რომ ამორჩეულის ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მივა მეორე ტურში და მივიღებთ იმ შედეგს რასაც ვიღებთ აქამდე. შესაბამისად, რამდენად ღირს აი ამ პროცესში მონაწილეობა ნებისმიერი ახალი ძალისთვის, რომელიც რაღაც არ ყოფილა გასრული არაფერში და რაღაცა მისი მიზანია რომ რაღაც ახალი პოზიციიდან ახალი სიტყვით დაიწყოს და აი ამ არ ვიცი რა სიტყვა უწოდა ამ ყველაფერში რაც იქნება ამაში მონაწილეობის მიღება, არ ვიცი. არ აქვს თვალმობ იმაზე რომ თუ ახალ ძალაზე ვსაუბრობ რაც არჩევნებში მონაწილეობისთვის მიზანი ჩემი არის არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი აზრით მე იმ რაღაც რომელიმე პოლიტიკური ძალით ნაწილი თუ იქნები, მე ვფიქრობ რომ ეს შეცდომა იქნება აი არჩევნებში მივიღოთ, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური პარტია შევქმნით, პოლიტიკური პარტია გვქია და არჩევნებია და უნდა გავიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა მხოლოდ ამიტომ. ჩვენი მიზანი ეს ხო არ არის, ჩვენი მიზანი არის ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ იმისათვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ჩვენ უნდა მოახერხოთ რაც შეიძლება ამორჩეულის დიდი ნაწილის მხარდამჭერის მოპოვება. ეს შესაძლებელია მოხდეს თვითმმართველობის და არჩევნების გარეშეც და პირიქით მგონი არის ეს ხელი შემშლელი. და მე უფრო ბრძოლას და ამ გზას ვხედავ ესე რომ ჩვენ უნდა მობილიზდეთ, ანუ ნებისმიერი ახალი ძალა, რომელსაც აქვს ამბიცია რომ რაღაც გაჩნდეს პოლიტიკურ რადარზე და იქცეს რაღაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალად, მისი მიზანი და ამბიცია უნდა იყოს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და რაც შეიძლება ბევრი ადამიანის მობმა. თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, სიტყვაზე თუ გაჩნდება პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყავს, არ ვიცი, 100,000 სტაბილური ისეთი ერთგული მხარდამჭერი, რომელიც ისე კი არ არის ამის მხარდამჭერი, აი არ ვიცი, როგორც ეხლა იყო, ხო 2024-ში ხმარო მივეცით, აი იდეაში დიდად არც ერთი არ მოგწონს, მაგრამ ნუ აი რა უყოთ უკეთესი არ არის. არა ამ გაგებით, არამედ აი ეს ადამიანები მომწონს და ამ ადამიანებს ვენდობი. და თუ გაჩნდება პარტია, რომელსაც თუნდაც 100,000 ესეთი მხარდამჭერი ეყოლა, ეს უკვე იქნება ისეთი ძალა და ისეთი ბერკეტი ხელისუფლებასთან ბრძოლაში, რომ აჯობებს ყველა სხვა, რა ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებსაც და
ყველაფერს სხვას. ამიტომ ჩვენი მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ეს, რომ თითოეულმა პარტია, თითოეულმა პოლიტიკოსმა თუ რაღაცა ძალამ, რომელიც რაღაც ეხა იწყებს ნაბიჯებს, თავარ მიზნად უნდა დაისახოს ის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ნდობა მოიპოვოს. და ამ ნდობის კონვერტირება მე უკვე შედეგში უკვე რაღაცა ტექნიკის საგანი იქნება, ასე ვთქვათ, და ის, რომ დღეს ვერ ვახერხებთ რაღაცა შედეგის მიღწევას, ჩემი აზრით, პირველ რიგში იმის ბრალია, რომ არა დაკარგული, აბსოლუტურად დაკარგულია ბმა პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას შორის. და დღეს რაღაც რომ ვითხოვთ, აი რაღაცა გეგმა დაიდოს, რაღაცა წარმოადგინონ რაღაც ამ გეგმის მიმყოლიც არავინ არ არსებობს, ხო? კი, მე მესმის და სულ ვიმეორებ, რომ აი პოლიტიკოსების გარეშე არაფერი არ გამოვა, ხო? იმიტომ რომ პოლიტიკური ბრძოლაა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტიკოსი თუნდაც, რომელიც აი აქციაზე დაუდგებით და რომლის გამოსვლასაც აი მივესალმებით, ხო? ერთადერთი სალომეს ჰქონდა ამის პოტენციალი, თუმცა სალომე უნდა გავიაზროთ, რომ ანუ არ არის რაღაცა რევოლუციური ლიდერი. რევოლუციური არა იმ გაგებით, რომ რაღაც რევოლუცია უნდა მოვაწყოთ და რაღაც ძალისმიერად. არა, რევოლუციური დრო არის დღესდღეობით, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ანუ ტრამპიც მაგალითად რევოლუციური ლიდერია, იმიტომ რომ ის რაც ამერიკაში ხდება, აბსოლუტურად რევოლუციური ცვლილებებია და ტიპიური რევოლუციური ლიდერია. სალომე არ არის და მას რაღაცა დაგვეკისრებია ეს ტვირთი, ხო, კარგი იქნებოდა რაღაც ესეთი ყოფილიყო, მაგრამ არ არის. შესაბამისად ჩვენ უნდა რაღაცა ვიპოვოთ რაღაც ისეთი პოლიტიკოსები, რომელიც აქვს აქციაზე თუნდაც ჭრელი ხალხი რო ვიდგებით, რაღაც როგორც მინიმუმ რაღაცა არ დაუსტყვენთ, ხო და რაღაცა ის მაინც გვექნება, რაც პატივისცემა გვექნება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც შეიძლება პოლიტიკურ რაღაც ხედვებში არ ვეთანხმებით, მაგრამ რაღაცა მის გულწრფელობაში ეჭვი არ გვეპარება. ეხა გვაქვს ესეთი სიტუაცია, სულ ამბობ ხოლმე, რომ რო წარმოვიდგინოთ აი საფეხბურთო სათამაშო მაგიდები რო არის და ამ ასე ვთქვათ ჯოხებსა და ამ კაცუნებს შორის, ფეხბურთელებს შორის კავშირი რო არ იყოს, აი დაახლოებით ესეთი სიტუაცია გვაქვს დღეს და ამიტომ ამას ვთქვათ რაღაცა რიჩაგებს თუ რა ქვია ამას. რაღაცა უნდა ვქნათ, შედეგი არ გვექნება, იმიტომ რომ ისე და ისე არ არსებობს ბმა. და რაც შეეხება თვითონ აი პროცესს, აი როგორც თქვი, ბევრი პოლიტიკური რაღაც აქტორი და რაღაც ახალგაზრდა ადამიანი, თუ არა ახალგაზრდა, მაგრამ ახალი ძალა, რომელიც აქამდე რაღაცა პოლიტიკური პარტიების რაღაცა როგორც მინიმუმ რაღაცა მთავარი სახე არ იყო, ცდილობენ რომ ახალი რაღაცა ძალა შექმნან. და მე დასაწყისიდან რაღაცა ჩემი რაღაცა სლოგანის და დევიზიც იყო ის, რა ვთქვათ, რომ გავერთიანდეთ და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ აი ყველა ესეთი ძალა გამეერთიანებია, თუმცა უნდა თქვა, რომ ეს რაღაცა ცოტა რთული აღმოჩნდა და შეიძლება ისეთ სწორი იყოს რეალობაში, იმიტომ რომ აი რა სხვადასხვა ჯგუფს ველაპარაკე და რაც ყველასთან კომუნიკაციას ვცდილობ და ყველას რაღაც თავთავისებური ხედვა აქვს. აი იმასთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს. მათ შორის ამ თვითმმართველობის არჩევნებზე არავინ ჩამოყალიბებული ჩემი აზრით ამ წუთას არ არის, მაგრამ აი როგორ შეიძლება წავიდნენ, ყველას თავთავის ხედვა აქვს. და რომელი არის სწორი აქ ძალსახა ძალიან ძნელია თქმა. ხო და ანუ არ ვიცი, მე ვფიქრობ რა საბოლოო ჯამში რომ გამოსავალი ძალსახა და ერთიანობაში და პირველ რიგში საზოგადოების ერთიანობაში, თუმცა აქ თავი კითხვა ადგას, რომ ვის და რა გზით შეუძლია საზოგადოების ერთიანობის შექმნა და ხელშეწყობა. და აქ სხვადასხვა ხედვებია. და ანუ არ ვიცი, შეიძლება საბოლოოდ ისეც ჯობდეს, ყველამ ჩვენ ვცადოთ, ყველამ ის გზა გავიაროთ, რომელიც მიგვაჩნია რომ სწორია და საბოლოოდ ანუ პროცესი აჩვენებს, ანუ ჩვენ აქეთ ვინც ვართ, ხო, არავის ერთმანეთთან რაღაცა იდეური წინააღმდეგობა არ გვაქვს. ყველა ხვდებით, რომ დღეს არის ბრძოლა, რაღაც გადარჩენისთვის ბრძოლა, ყველა მზად არის რაღაც კომპრომისებისთვის, არავის თვითმიზანი მეგონი რაღაც თავისი ამბიციების რაღაცა გატანა არ აქვს და ამიტომ როდესაც პროცესში გამოჩნდება თუ რომელი გზას მოაქვს ყველაზე მეტი შედეგი, შეიძლება საბოლოოდ აჯობოს, რომ რაღაც იმ ერთი გზის ირგვლივ გავერთიანდეს ყველა, რომელიც უკვე გამოჩნდა, რომ რაღაცა წამყვანი გზა არის და რაღაც ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე ეხა რაღაც ყველა სხვაებს უთხრათ, რომ იცით ეს გზა არ მუშაობს, ეს გზა არასწორია და მე რას ვგონია ეს არის სწორი და აუცილებლად ამ გზით წავიდეთ. იმიტომ რომ შეიძლება ესეც არ აღმოჩნდეს. და ანუ იმის თქმა მინდა, რომ ლენინს არ ხოლმე მგონი ეს სიტყვები თავის დროზე ნათქვამი, რომ ვიდრე გავერთიანებით უნდა დავიშალოთ თუ რაღაცა მაგდაგვარი და ანუ შეიძლება დღესაც ჩვენთვის ეს გზაც სწორი და უალტერნატივო აღმოჩნდეს, იმიტომ რომ პლუს ანუ არავის არც ერთ ამ ახალ პოლიტიკურ ველზე ასე ვთქვათ ისეთი წონა არ აქვს, რომ აი ვიღაცამ თქვას, რომ აი მე ამას ვხედავ და მენდეთ და ყველა სხვა გაყვეს და შეიძლება ეს კარგიც არის და პროცესმა გამოაჩინოს ეს. ხო, პრინციპში სულ ეს იყო, რაც დღეს მინდოდა მესაუბრო. თვითონ საზოგადოებრივი ტელევიზიასთან დაკავშირებით ამაზე ცალკე ვიდეოს ჩავწერ და ცალკე დავდებ, სადაც მოვყვები რა შვებოდით, როგორ შვებოდით, ეხა რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, თვითონ სტუდიასაც გაჩვენებთ. შემოგვემატა ადამიანი
გოგა სალამი რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესში და რაღაც მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესებს, აქაც რაღაც პროცესები შევანელეთ იმის გამო რომ აი რაღაც მოლაპარაკებების პროცესში ვართ და გვინდა განსაზღვროთ ამ სტუდიასაც როგორ ვითარებთ, ვისთან ერთად ვართ, ვისთან ერთად არ ვართ და ცოტა შეანელა პროცესები, თუმცა აუცილებლად ნელა ტემს და ტემს მოუმატებთ თანდათან და მოკლედ ცალკე ვიდეოს გადავიღებთ და ორივე პეიჯზე დავდებ, სადაც აი სტუდიას გაჩვენებთ და თვითონ ტელევიზიის მიმართულებით მოგიყვებით და გესაუბრებით რა ხდება და როგორ ხდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ. ერთადერთი მოწოდება ამ მხრივ იქნება, რომ ალბათ რაღაცა ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ არავინ. კიდე ხა იგეგმება შაბათს თვითონ ორგანიზატორები გაახმოვანებენ ალბათ ამას რაღაცა ერთი დიდი რაღაცა ვიდეო ჩართვა, სადაც რაღაცა ბევრი აქტორი იქნება ჩართული და მოყვება ვინ რას აკეთებს და დამერწმუნდა ძალიან ბევრი ადამიანი ჩართული ამ პროცესში, ვინც ფიქრობს რა ქნას და ძალიან ბევრი რამე კეთდება და ის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ასე რომ მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ, გრძელი გზა, რთული გზა, მაგრამ აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. მადლობა და დროებით მომდევნო